იცით რა ჩემი მოლოდინი ამ წუთას ვერ გეტყვით ზუსტად როგორი იქნება ამათი გადაწყვეტილება, მაინდა-მაინც პროგნოზს ვერ ვაკეთებ. იქიდან მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არც მოწმეების გამოკითხვას ერთმანეთთან არის აცილება გამოკითხვა და არანაირი დამთხევა არ არსებობს მოწმეების ფაქტიურად სხვადასხვა მასში არიან გასულები სხვადასხვა სიტუაციაში ერთი ამბობს სხვას მეორე სხვას და ანუ იმასაც აფიქსირებენ რომ არავინ არ იცოდა ვინ იყვნენ ესენი და პროკურორს უნდა რომ თქვას რომ ქავთარაძე არავიზი არ ძალადობდა და თურმე აქეთ შეავიწროვა საზოგადოებამ და ხალხმა ანგელოზი გამოიყვანა პროკურორმა ფთიანი და მე ქონდა იმის რომ პრეტენზია რომ ვითომ როგორც სამედიცინო დასკვნა ექსპერტიზა გაკეთდა და ექსპერტიზას არ ვიცი ხარ პროკურორს ნუ თუ არ ახსოვს ექსპერტმა თვითონ განაცხადა რომ მე პაციენტთან შეხება არ მქონია ფორმა 100-დან სუფთა წერა დაწერა გაიოლა იმან და დასკვნა დაწერა ფორმა 100-დან ეს არ არის უკვე ექსპერტიზა ფაქტია ამის პრეტენზია აქვს არ ვიცი როგორ განვითარდება სიტუაცია ფაქტი ის არის რომ ხელმოსაკიდი და მტკიცებულება ყოველ შემთხვევაში არანაირი და არაფერს არ გააჩნიათ არც ვიდეო მასალები ანუ მაგათ თვითონ არა აქვთ არსაიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალა ფიქსირდება მაგათი რომელიც არის ვინმე მაისურაძის მიერ Facebook-დან ამოღებული რომელსაც არც ექსპერტიზა გავლილი არც დადასტურებული არ არის რომ დამონტაჟებული არ არის ერთ სიტყვით არც იქ არ აჩანს სიმართლე რომ გითხრათ დიდად არაფერი მაინც მაგრამ ნუ მაინც ამას იმას აშვებიან ყოველ შემთხვევაში იმედი იმიტომ არა მაქვს ჯერჯერობით რომ ამათ ცოტა ისეთი სიტუაცია აქვს თვითონაც არიციან უცბად როდის რას გადაწყვიტავენ და აქედან გამომდინარე პროგნოზს ვერც ვერ გავაკეთებ. კი ბატონო ქალბატონო ელენე თავად საბა როგორც ვიცით აი უკვე საბოლოო პროცესზე ისარგებლებს სიტყვით მან თავადაც თქვა რომ აი სამში იტყვის ის თავის სათქმელს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა აქვს სათქმელი საბას რის მას სურს მას დასკვნით სასამართლო პროცესზე განაჩენის მოსმენამდე არა მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგისი დასკვნით სიტყვას სამში იტყვის საბა მე არ ვიცი მაგი არც შეხვედრა არ ქონია ეხლა და ისე რომ არ ვიცი ისე კი ვკითხე მომზადებული გაქვს თქო და მე кайხანია მომზადებული ვარ რომ უკვე დასკვნითი სიტყვისთვის კი ბატონო და ქალბატონო ელენე როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი რომელიც სავარაუდოდ სამში გამოცხადდება როგორ უყურებთ თქვენ ზოგადად პროცესების გაგრძელებას იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თუნდაც რომ აი სამში საბა გათავისუფლდეს ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ბრძოლა დამთავრდა თქვენთვის რა ბრძოლაშიც იმყოფებით თვეებია ხომ იმიტომ რომ შეიძლება ნაწილი არა ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება აუცილებლად ბოლომდე გაგრძელდება ბრძოლა ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე იმიტომ რომ დასასრულებელია წლების მანძილზე გრძელდება ჩვენ შეცდომა დაუშვით რომ ეს საქმე 20-ში არ დავამთავრებ და ეხლა აუცილებლად დასამთავრებელია